ქართული ოცნების ტეხასელი ლობისტი ნავთობმაგნატი სტივ ნიკანდროსი ამერიკელ კონგრესმენს ჯო ულსონს წერილს უგზავნის და საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისთვის აუდიენციას თხოვს. კონგრესმენისადმი მიწერილი წერილი სოციალურ ქსელ X-ზე ამერიკული გამოცემაზე ჰილის ჟურნალისტმა ლორა კელიმ გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ნიკანდროსი ვაშინგტონში ქართულ ოცნებასთან ურთიერთობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაბრუნდა. ჯო ულსონი კი იმიტომაა მისი მთავარი სამიზნე, რომ სწორედ ის არის ადამიანი, რომელიც შტატების კონგრესში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატორია. არჩევნების გაყალბების, ირანთან ფარული კავშირებისა და ქართველი ხალხის რეპრესიების გამო. ულსონისადმი მიწერილ წერილში ნიკანდროსი წერს, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს ულსონის ინიციატივებს და პატივისცემით, მაგრამ არ ეთანხმება კონგრესმენის ბოლოდროინდელ მკაცრ დასკვნებს საქართველოს ამჟამინდელ კურსთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს თქვენს განცხადებებსა და საკანონმდებლო ინიციატივებს საქართველოსთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ პატივისცემით არ ვეთანხმებით თქვენს ბევრ ბოლოდროინდელ დასკვნას ქვეყნის ამჟამინდელი მიმართულების შესახებ, პატივცემთ თქვენს მრავალწლიან ინტერესს რეგიონის მიმართ და თქვენს ერთგულებას ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების წინსვლისადმი. იმის გამო, რომ საქართველოში მუშაობის თითქმის 3-10 წლეულს ვითვლი, მჯერა რომ შემიძლია შემოგთავაზოთ უნიკალური კერძო სექტორის პერსპექტივა ქვეყნის მისი ამჟამინდელი საინვესტიციო გარემოსა და იმ პრაქტიკული შედეგების შესახებ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკასა და საჯარო გზავნილებს შეიძლება ჰქონდეს ჩემი მსგავსი კომპანიებისთვის და ზოგადად ამერიკული კერძო სექტორის საქმიანობისთვის საქართველოში. გარდა ამისა, სიამოვნებით განვიხილავდი საქართველოს როლს შუა დერეფანში რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხს და გზებს, რომლითაც ძლიერი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა შეიძლება ემსახურებოდეს უფრო ფართო ამერიკულ სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინტერესებს კერძო სექტორის მეშვეობით. ჯერა რომ მოსაზრებების პირდაპირი გაცვლა კონსტრუქციული და სასარგებლო იქნებოდა, სწორედ ამ კონტექსტში გთავაზობთ ჩემს ხედვებს, როგორც ჩემი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში ჩვენი ინვესტიციების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. სტივ ნიკანდროსი საქართველოში მოქმედი კომპანია TXN Energy-ს დამფუძნებელი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია. მანამდე კი ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ხელმძღვანელი იყო, რომელსაც საქართველოს მთავრობასთან სერიოზული სამართლებრივი და ფინანსური პრობლემები ჰქონდა. რამდენიმე თვის წინ სტივ ნიკანდროსმა მედიის ყურადღება მიიქცია როგორც ქართული ოცნების ლობისტმა ვაშინგტონში. როგორც გამოცემაზე ჰილი თავის სტატიაში წერდა, სწორედ სტივ ნიკანდროსი იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელმაც სენატში მეგობარი აქტის წინსვლა შეაჩერა და კანონპროექტი თაროზე შემოადებინა. ნავთობმაგნატი ლობირებს ორპარტიული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას პრორუსი და ანტიდემოკრატიული მაღალჩინოსნებისთვის საქართველოს სახელმწიფოში, წერდა ჰილი. მაშინ გამოცემა მოიპოვა ნიკანდროსის მიერ კონგრესმენებისა და სენატორებისთვის გაგზავნილი ფარული წერილები, რითაც ადასტურებდა, რომ ნიკანდროსი ვაშინგტონში აქტიურად ებრძოდა ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილ ამერიკულ სანქციებს. რატომ იცავს ამერიკელი მაგნატი ოცნების ხელისუფლებას? ამ კითხვაზე პასუხი თავის დროზე iFact-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ გასცა, რომელმაც დაადგინა, რომ ვაშინგტონში სანქციების ბლოკირების პარალელურად თბილისში ფრონტერას საქმეები საერთოდ და მკვეთრად წავიდა უკეთესობისკენ. 2025 წლის დეკემბერში მეგობარი აქტი დაიბლოკა. ამის უკან ორი ადამიანი იდგა, ყოფილი ოკლაჰომელი სენატორი მარკ უეინ მალინი და ტეხასელი ნავთობმაგნატი სტივ ნიკანდროსი, რომელსაც აქტის მიღება პირდაპირი ინტერესების გამო არ აწყობდა. ამ მოვლენების პარალელურად კი სტივ ნიკანდროსის ბიზნესმა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო ფინანსური შეღავათები და 15 მილიონიანი დავალიანების ჩამოწერა. სანამ საქართველოში ფრონტერა ყადაღებსა და გაკოტრების საქმეებში იყო გახვეული, ვაშინგტონში ქართულ ოცნებას დასანქცირების საფრთხე დაემუქრა. სწორედ აქ გადაიკვეთა მათი ინტერესები. ნიკანდროსი ფინანსური დანაკარგების გარეშე საქართველოდან იოლად გასვლის გზებს ეძებდა. ბიძინა ივანიშვილის გუნდი კი სენატში გავლენიან ლობისტურ მხარდაჭერას. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ორივე მხარემ ნიკანდროსმაც და ქართულმა ოცნებამაც ის მიიღო, რაც სურდა. მეგობარი აქტი ჩავარდა. სტივ ნიკანდროსის ბიზნესი მრავალმილიონიანი დავალიანების გადახდას გადაურჩა. ჯერ კიდევ გასულ წელს როიტერსი წერდა სტივ ნიკანდროსის ინტერესების შესახებ საქართველოში და მისი ლობისტური საქმიანობის შესახებ ქართული ოცნების მხარდასაჭერად. პოლიტიკურმა დონორმა, რომელსაც ბიზნეს ინტერესები აქვს საქართველოს სახელმწიფოში, ბოლო კვირების განმავლობაში კანონმდებლებთან ფარული ლობირება აწარმოა იმ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს ზეწოლას ამ ქვეყნის ანტიდასალურ მმართველ პარტიაზე. ამ ქმედებამ განარისხა კონგრესის მაღალი რანგის რესპუბლიკელი. ულსონმა ღიად განაცხადა, რომ ამ საკითხს ჰელსინკის კომისიის ფარგლებში შეისწავლიდა. მე შევეცდები მეტი გავიგო ამ პიროვნების საქმიანობის შესახებ, აცხადებდა ულსონი. რასელის ოცნების ლობისტი ჯო ულსონთან შეხვედრისგან მისი წერილის მიხედვით დღეს TXN Energy არის საქართველოში ნავთობისა და გაზის upstream სექტორში ყველაზე მსხვილი ამერიკული კერძო ინვესტორი, რომელმაც 1997 წლიდან დღემდე $500 მილიონ მეტი ინვესტიცია განახორციელა. ნიკანდროსი წერს, რომ ისინი ახორციელებენ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროგრამას, რომელიც კიდევ უფრო გააფართოებს მათ მრავალწლიან ყოფნას საქართველოში.